რამდენიმე დღის წინ ქართული ოცნება გერმანელ მამაკაცებს ეხელავდა და ამბობდა როგორ უქმნიან ამ ადამიანებს პრობლემებსო და მე იმას გაავრცელებინეს ინფორმაცია რომ 17-დან 45 წლამდე მამაკაცებსო ქვეყნის დატოვების უფლებას არ აძლევენ სპეციალური ნებართვის გარეშეო. რაც სრული ტყუილია, მაგრამ მე გეტყვით რეალურად ვინ უქმნის და ვის უქმნის პრობლემას. ეგ არის საქართველო, არიან ის ახალგაზრდები, წვევანდელები, რომლებსაც მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო მოუწიათ ქვეყნის დატოვება. მოუწიათ სამუშაოდ წასვლა ემიგრაციაში, რითიც ინახავენ თავიანთ ოჯახებს, რითიც გააქვთ თავიანთი თავები და ქართულმა ოცნებამ დღეს შემოიღო კანონი, რომლითაც ამ ადამიანებს აიძულებს გაწვევის შემთხვევაში დაბრუნდნენ უკან, წავიდნენ იმ სავალდებულო სამსახურში, რომელიც ქართული ოცნების არც ერთი წევრი არ გაუშვებს თავის შვილს. ამის გამო მოუწევთ იმ ადამიანებს სამსახურის დაკარგვა, იმ შესაძლებლობის დაკარგვა, რომელთაც ინახავდნენ აქამდე თავიანთ ოჯახებს. რეალური ამბავი ხონდა იყოს ის, რომ კი, მაგრამ რატო უკეთებთ ამ ახალგაზრდებს ამ ყველაფერს, უბრალოდ ქართული ოცნება რატო უშავებს და რატო უქმნის პრობლემებს, მაგრამ არა, გამოდიან და გელაპარაკებიან იმ არარსებულ ამბავზე, რომელიც ხდება გერმანიაში და წუხან იმაზე, თურმე როგორ უქმნის გერმანიის მთავრობა იქ ყოფ კაცებს პრობლემას.